მოგვითხრით ფილმი და ფილმ ოა წარმოგიდგენთ. სცენარის ავტორი ედუარდ ვოლოდარსკი. ანატოლი ჩიჟიკოვის, ელენა ცვენტუხის და ევგენი ტაგანოვის მონაწილეობით. ფილმში ასევე მონაწილეობენ გელა მესხი, ანატოლი ძივაევი, სერგეი გაზაროვი, ევგენი კნიაზევი, მარინა ვოროჟიშჩევა, ნადეჟდა მიხალკოვა, ალექსეი ვერტკოვი, სვეტლანა კოლპაკოვა, ანატოლი გუშჩინი, მარია ანდრეევა, მარია სპივაკი და ვასილი მიშჩენკო. რეჟისორი გინზბურგის სერგეი ვლადიმიროვიჩი. ოპერატორები ანტონ ვერბინი და იგორ ბონდარევი. კომპოზიტორები სერგეი მოროზოვი და ლიუდმილა მოროზოვა. სერგეი შჩერბინის ფილმი. ბელადის ვაჟი. რა დაემართა? გამარჯობა ეგოროვიჩ. გამარჯობა ვასილი იოსებოვიჩ. გამარჯობა წითურო. რა კარგი ხარ. ეგოროვიჩ, მისმინე. ცხენი მოამზადე, კარგი? Ладно. ბავშვებთან ერთად გავისეირნებ. კარგი ვასილი იოსებოვიჩ, ახლავე. Мигом сделаем. ეგოროვიჩ, რა იყო? სასმელი გააქვს? ხოლო ჩინ გამოხდილი არაყი. დალებთ? მოიტანე. Эх. შემოწითურო. Сам что? არახს თვითონ ამზადებ? ხო. დამხმარების გარეშე ვუმკლავდები. Всельмаги. სოფლის მაღაზიაში არაყი ძვირი ღირს. А выпить? არა და ზოგჯერ საჭიროა. Как тут быть? რა უნდა ქნას მშრომელმა კაცმა? აბა მოდი. Ну, გალია ხშირად მოდის? ничего. თქვენზე ხშირად არა. ბავშვებს ცოცხალი მშობლები ხავთ. არა და ობლად იზრდებიან. ასე დედას ყოველ დღე მათრახით წემდი. მამას, მამასაც. Ты меня знаешь. კარგად მიცნობ ვასილი იოსებოვიჩ. Я ყვილს ვერ მათქმევინებ. ბევრი სამუშაო მაქვს ეგოროვიჩ, ბევრი. Мама, мама, Ай! Вот ты როგორ დამძიმებულ ხართ? дали, а? აბა, Опа! Оп! мама, კატამია თუ მამალი? გამოიცანი. მამალი. ნახე, გვირილები. რამდენია? თავი მისკდება. ვიღაცამ რაღაც გითხრა და მაშინვე დაიჯერე. ხალხი განიცდის. მამა განიცდის. ყველა განიცდის.
მეც განვიცადე. ეს რა არის? რა არის? საშვია, მე რა მოხდა? ერთხელ დავპატიჟე ჩემთან. მე ხომ არ ვივლი სტუმრად ტრამვაით. რა მოხდა? დავპატიჟე, ვისაუბრეთ. როგორ ხართ? როგორ ცხოვრობთ? მორჩა. ეს ხალხი გამაგიჟებს. თუ ვიღაცას ეკითხება როგორ ხარ, როგორ ცხოვრობო, ეს არავის უკვირს. მაგრამ თუ ბერია კითხავს იმას როგორ ხარ, როგორ ცხოვრობო, მორჩა, ის სისხლის მსმელი ჯალათია. სხვათა შორის მე იმაზე მეტი ადამიანი გავათავისუფლე, ვიდრე დავიჭირე. ეს ისე ინფორმაციისთვის. არც კი მალავთ რომ მითვალთვალებდით. დასამალი რა მაქვს? უბრალოდ დავინტერესდი. შენზე ვკითხე როგორ არის, როგორ ცხოვრობს მეთქი და მორჩა. მერე? რა მერე? რა? რა მერე? მამას ატყობინებთ? მისმინე ვასია. მამა შენ ისეთი ადამიანია, არაფრის შეტყობინება არ სჭირდება. თვითონ ხედავს ყველას და ყველაფერს. ახლა კატიასთან როგორც სოლთან ვეღარ ვიცხოვრებ, გესმით? რატომ? ასეთი რა დაგიშავა? გიღალატა? უხეშად გელაპარაკა? თავის მეგობრებს ისეთი რაღაც შეუძლია შენზე უთხრას. ვერ წარმოიდგენ. მამაკაცმა ამას ყურადღება უნდა მიაქციოს? მეგობრებს ხო? მაგრამ არა თქვენ. ნახომდის ლავრენტი პავლოვიჩ, რა გინდა რომ ხნა? გაუკეთე კაცს იკეთე, მაინც დამნაშავე იქნები. მიდი. ჩქარა. უფრო ზუსტად, მიდი. მიდი. მიხაილოვიჩ, ჯეჯელავას მომცემ? არაფრით არ შემიძლია ვასილი იოსებოვიჩ. თვითონაც იცი რატომ. ლავრენტის გეშინია? საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთი ადამიანია, ვისაც მისი არ ეშინია და ეს შენ ხარ ვასილი. სწორედ ამიტომ გეუბნები რომ ჯეჯელავა სამხედრო საჰაერო ძალების გუნდში ითამაშებს. ვასილი იოსებოვიჩ, გისმენ? რაღაც მინდა გთხოვო. გთხოვე, რითაც შევძლებ დაგეხმარები. ვისი გათავისუფლება გინდა? ძმების სტაროსტინების შესახებ გსმენია? რა თქმა უნდა, მათზე ვის არ სმენია? უფრო ზმას თუ ლეპორტოვოდან გაათავისუფლებ, შენგან დავალებული ვიქნები. ცისულელის გამო დაიჭირეს. იმას მოსდო ყბაში, ვისაც არ უნდა შეხებოდა, მერე კი ხომ იცი როგორც ხდება. გასაგებია. მთელი ცხოვრება შენი მოვალე ვიქნები. მხოლოდ მე კი არა. მთელი ქვეყანა გადაგიხდის მადლობას. კარგი მიხაილოვიჩ, ვეცდები, მაგრამ შენც ეცდები, განცხადება დაწერო იმის შესახებ, რომ ჯეჯელავა გუნდში საჭირო აღარ არის. დაწერ, რომ სხვა მწვრთნელებიც ყავს და მასზე ბევრად უკეთესებიც, რომ სამხედრო საჰაერო ძალების გუნდში ჯეჯელავას გადასვლის წინააღმდეგი არ ხარ. მერე მეც სტაროსტინზე ვიზრუნებ. რას ამბობ ვასილი იოსებოვიჩ? ეს რომ ბერიამ გაიგოს, იცი რას მიზამს? ვერაფერსაც ვერ გიზამს. იმას ფეხბურთის არაფერი გაიგება, ხო? უბრალოდ უთხრეს ჯეჯელავა გენიალური მწვრთნელიაო და იმანაც დაიჯერა. ის მართლაც შესანიშნავი მწვრთნელია. რამდენი ხანია გუნდის ხელმძღვანელი ვარ? 45 წლიდან. რამდენ მწვრთნელთან მიმუშავია, მაგრამ გივი გენიოსია. ხომ გითხარი ზუსტად მეთქი? ხვალ იტყვი რომ ცუდია. რომ თამაშს ვეღარ აკონტროლებს. მასაც გაუხარდება გუნდიდან თუ წავა. მოკლედ, მიხაილოვიჩ, გონი ერთმანეთს კარგად გავუგეთ. მორჩა. საუბარი დასრულებულია. პასი მიეცი, პასი. დარტყმაზე იმუშავე, მიდი. ჯეჯელავა, გააგრძელეთ. მოდი აქ. მოდი ვილაპარაკოთ. მზად ხარ რომ ჩემთან გადმოხვიდე? ამ დღეებში სამინისტროში წერილს გავგზავნე. ავიაციის ინჟინერ-მაიორის წოდებაზე წარგადგენ. მაგრამ თავს თუ მოიპოვებ, პოდპოლკოვნიკიც გახდები. როგორც კი კადრების გაყოფილებაში საბუთებს გააფორმებენ, შენთვის ოთახს გამოგვიყოფენ. მართალია ოთახი ჯერ საერთო საცხოვრებელში იქნება, ზემო მასლოვკაზე, სტადიონის გვერდით. დინამო სტადიონის? რა თქმა უნდა, 1 წლის შემდეგ კი ბინასაც მიიღებ გპირდები. კიდევ რა სინებებ? მერე ბერია? ის ხომ იქ ბერია ვერაფერს დაგიშავებს. შენ თავისუფალი ადამიანი ხარ და უფლება გაქვს იმ გუნდში იმუშაო, სადაც მოისურვებ. მაგრამ ბერიას ხომ იცნობ? მეც ხომ ვიცნობ? მეგობარს არასდროს მივატოვებ. მამა მუდამ იქნება. გასაგებია? ხო. Спасибо тебе გმადლობ ნდობისთვის. за твою веру.
В общем, მოკლედ, უმაღლესი კლასის აუზი იქნება. ამაზე ბევრად უკეთესი. თქვენი წყალობით ვასილი იოსებოვიჩი, ვადაზე ადრე დავასრულებთ. ჩვენი გუნდიც ივარჯიშებს, პროფკავშირების გუნდიც და CDK-ს გუნდიც. профсоюзов и ЦДК. ყველა უნდა შემოუშვათ. სხვაგან საწავლენ. მოსკოვსა და ლენინგრადში ერთად მხოლოდ 4 დახურული აუზია. ხო და შემოუშვებთ. აბა რა. როგორც კი დავასრულებთ, საკავშირო შეჯიბრების ჩატარებას გვეკმავთ. Соревнования. 1.50 ასეთი აუზი რომ გაგვეკეთებინა, მართლა კარგი იქნებოდა. მართალია. ვასილი იოსებოვიჩი. ახლა მეორე ობიექტზე წავიდეთ, თორემ საღამომდე ვერ მოვასწრებთ. Дайте без меня. უჩემოცადეთ, შეამოწმეთ და შემდეგ შემატყობინე. თუ ძიძა გჭირდება, არა, თვითონაც შევძლებთ. შეხედე, ნარინჯის ფერქუდიანი რა კარგად ცურავს. მორჩა, შეგიძლიათ წახვიდეთ. არის სამხანაგო გენერალი ლეიტენანტო. ტემპი არ დაკარგო. ხელებით იმუშავე. საკმარისია, კაპინკა. წადი დაისვენე. დღეისთვის საკმარისია. გოგონებო, ლამაზებო. სად არის თქვენი ძლიერი მოძრაობები? ძალიან ვცდილობთ. გამარჯობა, ლამაზო. გავიცნოთ ერთმანეთი. მე ვასილი მქვია, თქვენ? მე კაპიტალინა მქვია. კარგი სახელია. თქვენ რა მწვრთნელი სახალი დამხმარე ხართ? საიდან მოიტანეთ? მოდი დაგეხმარებით. სყლიდან ამოსვლაში ყველას ეხმარებით? არა, მხოლოდ განსაკუთრებით ნიჭიერებს. უბრალოდ დაგინახეთ, როგორც ურავდით და თვალი ვერ მოგწყვიტეთ. მაპატიეთ, უნდა გამოვიცვალო. ვასილიევა ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია. ქვეყნის არაერთ გზის ჩემპიონია. 19 აბსოლუტური რეკორდი აქვს დამყარებული SSRK-ში. საინტერესო ქალია. Ну-ка, притормози. გააჩერე. გოგონა. თუ გნებავთ, მიგიყვანთ. Смотри, ნახე, стрекоза. ჭრიჭინა. ჭრიჭინა. Получай. ესე ჩენ. Ай, Вася! ვასია, კარგი, გვეყოფა. Капа. კაპა, მორჩა, შევრიგდეთ. კარგი. მარწყვის სასმელი, ნატურალური უმაღლესი ხარისხის. Качество. გამომართვი. არა, მე რამე მაგარს დავлев. ვასია, ერთი დღე მაინც გაძელი არყის გარეშე. ო? მე ჩემზე ხალხი რა სიტყვის? შენ რა გენერალი ხარ თუ იმაზე ფიქრობ, რა სიტყვის შენზე ხალხი? Скажут люди. Ну, ეს არ გეყოფა? ეს მე? კარგი. И что? ახლა ამას კიტრი მივაყოლო? а что? რა, აუცილებელია რამე მიაყოლო. ბუნებას შეხედე. სუფთა ჰაერიის სუნთქე. კარგი ადამიანი ხარ, ვასილი. ოღონდ კუდში ბევრი მცველი დაგდევს. Чё ты? რაღაც ბევრს ლაპარაკობ, კაპაჩკა. გაგათამამე. Я тебя. ავდგები და წავალ შენგან, ვასილი იოსებოვიჩ. Никуда. არსადაც არ წახვალ, გასაგებია? Капа. კაპა, რას აკეთებ? შეჭერდი. Стой! კაპა. გიჟი ხარ. Шедшая. Сейчас догони. ახლავე დაგეწევი. სამხანაგო გენერალო, ჩამორჩით. დაგეწევი, კაპა. არა უშავს, დაეწევა. არა, ვერ დაეწევა. ეს გოგო SSRK-ის ჩემპიონია ცურვაში. ვერ დამეწევი. კაპა, შეჭერდი. დამელოდე, კაპა. Капа. მიდი დამეწიე. რა გიჟი ხარ? Шедшая. რა არის? გამოგიყვანო? ო, ამომიყვანე. სანამ არ მაკოცებ, არა მოგიყვან. Ну ладно. კარგი.
ცივა კაპა. მითხარი რომ გიყვარ ვარ. ისედაც იცი. მითხარი. მიყვარ ხარ. გიყვარ ვარ? მიყვარ ხარ. ცივა. წითელი ვასია, საშიში კაცია. გამოიცნო. შესანიშნავია. მაგარია. ხომ მაგარია? ამას როგორ აკეთებს? ბრავო ვოლფ მესინგ. 900. 916. 311. 46. Браво! შესანიშნავია. ბრავო. Браво! აი. გმადლობთ. გმადლობთ. ამხანაგო მესინგ. მე დავწერ, შეიძლება? გთხოვთ. დიახ, რა თქმა უნდა. Спасибо. გმადლობთ. Спасибо. Так. ესე იგი, თქვენ დაწერეთ წილადი. ზემოთ 19, ქვემოთ Внизу 100. 115. ასეა? ასეა. ბრავო, ამხანაგო მესინგ. ბრავო. დამშვიდდით ამხანაგებო, დამშვიდდით. ამხანაგო მესინგ. დიახ, შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი ხურდა მაქვს ჯიბეში? Мелочи. თუ ეს თავადაც არ ვიცი. ვეცდები. ვერ გამოიცნობს. ჯიბეში 3 რუბლი და 65 კაპიკი გაქვთ. ასეა. 3 და 65 შეამოწმეთ. 3 და 60-ია, 5 კაპიკი სად არის? Так. არა, შეუძლებელია. Быть. ეს შეუძლებელია. Быть. 3 და 65 კაპიკი უნდა იყოს. Смотрите. მეორე ჯიბეში ნახეთ. სწორია. ბრავო, ამხანაგო მესინგ. ბრავო, ამხანაგებო. ბრავო. ხომ ვამბობდი. ბრავო, კოჩა, ამხანაგო მესინგ. მოიცადეთ. А теперь ახლა კი ჩემს კითხვებს мои უპასუხეთ. вопросы. გთხოვთ ნებისმიერი რიცხვი დამისახელოთ. Число. რა ვიცი? 5, კარგი? А еще კიდევ დამისახელეთ. 10. спасибо. გმადლობთ. Я хочу попросить მაყურებელს, რომელიც მეხუთე რიგის მე-10 ადგილზე ზის, ვთხოვ სცენაზე ამოვიდეს. подняться к нам. გთხოვთ. Прошу. გთხოვთ. კაპაჩკა. შენი ადგილია. მე ვარ. გთხოვთ. გთხოვთ. მიდით ამამად. ნუ გეშინიათ ამობძანდით. უკაცრავად. გელოდებით. დამამად. გმადლობთ. Скажите, მითხარით, რა გინდათ, რომ ამ ახალგაზრდა ქალის შესახებ გაიგოთ? молодой женщине. მთელი მისი ბიოგრაფია. მე თვითონ მოინდომებს, რომ მისი ბიოგრაფია მთელმა დარბაზმა გაიგოს. Ее биография. არა, არ მინდა. პირადად თქვენ რისი გაგება გსურთ მაესტროსგან? Маэстро. რა მოხდება ჩემს ცხოვრებაში 3 დღის შემდეგ?
3 დღის შემდეგ ძალიან სერიოზულ შეჯიბრებაში მიიღებთ მონაწილეობას, სადაც გაიმარჯვებთ. დიახ. ასე იქნება. და პირად ცხოვრებაში У меня წარმატებები მექნება? такие перемены. თქვენს პირად ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნიშნულოვანი მოვლენა მოხდება. ძალიან ბევრი, კარგიც და არც თუ ისე კარგიც. უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვით? კონკრეტულად თქვენზე გეტყვით. Конкретно, да. ამ საღამოს არ აღსდალებთ. თქვენს ცოლის მასთან ერთად. შემდეგ კი მასთან იჩხუბებთ. Браво! Браво! ამხანაგო მესინგ. შეიძლება შემოვიდეთ. რა თქმა უნდა. ვასილი იოსებოვიჩი. შეიძლება მობრძანდეთ. შემოდით. გთხოვთ. გამარჯობა კიდევ ერთხელ. გამარჯობა. გთხოვთ. გმადლობთ. დაჯექი. მე მოვწევ. Ну вы ხოჩაღ ვოლფ გრიგორიევიჩ. უცებ მიცანით. знали. გაოცებული ვარ მართლა. Честно. ამ გოგოს სახელსაც გამოიცნობთ? რა თქმა უნდა. მას ბრწყინვალე რუსული სახელი ჰქვია. კაპიტალინა. ხომ ასეა? Ну, მართალია. აიდა მიხაილოვნა. ეს ჩემი მეუღლეა. ძალიან სასიამოვნოა. ჩემთვისაც. თქვენ სახელმწიფო უშიშროების სამსახურში უნდა მუშაობდეთ. ყველაზე ყველაფერი გეცოდინებათ. ты же видишь, что ხომ ხედავ ყველაფერი იციან? პრინციპში ხო. გთხოვთ გვაპატიოთ, მაგრამ მართალი გითხრათ, ვოლფ გრიგორიევიჩი ძალიან დაღლილია კონცერტის შემდეგ. დიახ, რა თქმა უნდა. Такое на... დაძაბულია. აიდა. რა? ასე როგორ შეიძლება? არა, არ გინდა. წავიდეთ. უკაცრავად გისმენთ. ვოლფ გრიგორიევიჩ, მომავლის წინასწარმეტყველება მართლა შეგიძლიათ? ისე ზოგჯერ გამომდის. И что? მე შეგიძლიათ მიწინასწარმეტყველოთ. Маша თქვენი მომავალი. დიახ, თქვენს ხელშია. в руках. უკაცრავად ვერ მიხვდი. ეს კარგია თუ ცუდი? ну, უკვე გითხრეს, რომ ამას თვითონ განსაზღვრავ. А она კაპა, მასრაელის. ის თქვენი ბოლო სიყვარული იქნება. გაიგონე? ჩემი ბოლო სიყვარული იქნები კაპა. ვასია, შეწყვიტე, რა საკეთებ? ვოლფ გრიგორიევიჩ. რას ვამთ? კონიაკს თუ არ აქვს, ახლა მოვიტან. Ой, нет, ვასია, прошу вас, пожалуйста. ძალიან გთხოვთ, არავით არის ალკოჰოლი. ვასილი იოსებოვიჩ. ვერ გადაარწმუნებთ. მოდი, როგორმე С вами ცალკე შევხვდეთ ერთმანეთს вдвоем. და საუბრით გული ვიჯეროთ. კარგი, ასე იყოს. შევთანხმდით, აუცილებლად შევხვდებით და თქვენ მიამბობთ როგორ უნდა წარუმართო ჩემი მომავალი. своей судьбой. სხვათა შორის ზეგ ფეხბურთია. დიახ, სამხედრო საჰაერო ძალების გუნდი დინამოს ხვდება. მობრძანდით, გეპატიჟებით, ჩემ გვერდით დაჭდებით. Я, რა кстати, სიტყვით იცოდეთ, მეც მამაჩემივით უარს არ ვიღებ. აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ვოლფ გრიგორიევიჩ. Григорий. ეს ის არის? ბურთს რომ ყველა წინ და უკან დახვება. არა? მართალი ბრძანდებით. არ მიყვარს. მაგრამ მოვალ. მოდით, შევთანხმდით. ხო.
ბობროვის შესანიშნავია. ნეტა გენახათ ვოლფ გრიგორიევიჩს წინა თამაშზე რა გოლი გაიტანა Гол забил. Ух, და შუვალოვმა რაპრწყინვალედ გადააწოდა ბურთი. да, ხო, კარგი თამაში იყო. игра. Но მაგრამ დღეს ვოლფ გრიგორიევიჩ უფრო საინტერესო რაღაც მოხდება. გპირდებით. მობრძანდით. მოდი ბობროვის, ფეხბურთის და სევკას სადღეგრძელო დავლიოთ. ბობროვს რა წოდება აქვს? კაპიტანია. ბობროვს თამაშისთვის დროა მაიორის წოდება მიანიჭოთ. ნუ ჩქარო ძვირფასო. ასე გათამამება არ არის საჭირო. წოდება მისცეს, თამაშობს, ბინა მისცეს, თამაშობს, მაგრამ საჩუქრები რომ დამთავრდება, მე რის გამო ითამაშებს. არ ითამაშებს. Если ჩემებს კაცრად ვაკონტროლებ. კარგად იციან რომ თუ დამარცხდებიან, проигрыш, я могу წოდებასაც წავართმევ. не ბინასაც და თავსაც წავაცლი. ვიხუმრებ. შიშის გამო უკეთ თამაშობენ, ვიდრე სინდისის გამო. за совесть. ასე რომ ბობროვი უნდა წაგართვა. ხო, გენაცვალე, ხო. ასეთი ბრილიანტი ჩემს გვირგვინზე უნდა იყოს. მოდი დავლიოთ. რა ქვია ლამაზო? კაპიტალინა. კაპიტალინა. ჩემი ცოლია ლავრენტი პავლოვიჩი. მისმინე ვასენკა თვალი ვეღარ მოგადებნე. შენ რა? სტახანოველი ხარ? ლავრენტი პავლოვიჩი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. მგონი ბობროვი ახსენეთ. Так вот, მოკლედ, ბობროვს არ მოგცემთ. ბობროვი ჩემია. вы лучше ჯობია სახელგანთქმული წინასწარმეტყველი გაიცნოთ. ვოლფ გრიგორიევიჩ მესინგი. მე და ამხანაგი მესინგი ვიცნობთ ერთმანეთს. თან ძალიან კარგად. გამარჯობა ამხანაგო ბერია. გამარჯობა ვოლფ გრიგორიევიჩ. ჩემს მაგიდასთან დაბრძანდით. უკაცრავად ვასილი იოსებოვიჩი. გთხოვთ, დაბრძანდით. გმადლობთ. ხო, მართლა. ბობროვმა ლამაზი გოლი გაიტანა. იქნებ შესვენების დროს დაუძახო, თითო ჭიქა დავლიოთ. нечего им მისთვის დალევა არ შეიძლება, უნდა ითამაშოს. და საერთოდ ლავრენტი პავლოვიჩი. ბობროვს ცოცხალი თავით არ დავთმობ. მისმინა ვასია. კატიას როდის გაეყარე, რაღაც გამომრჩა. გამოგჭათ არა? ლავრენტი პავლოვიჩი, როგორ ფიქრობთ სამხედრო საჰაერო ძალების გუნდი რა ანგარიშით დაამარცხებს დინამოს? Я думаю, ფიქრობ ამ კითხვით ამხანაგ მესინგს უნდა მიუმართოთ. еще месяц. Это ведь წინასწარმეტყველი ხომ ის არის? будущее. Да? რა სიტყვით, ვოლფ გრიგორიევიჩ? რა? დღევანდელი თამაში როგორ დამთავრდება? რა ანგარიშით? არ ვიცი. ამის თქმა რთულია. მე ო? ვეცდები გამოვიცნო. Я думаю, ვფიქრობ, რომ თამაშს что в желтом ყვითელ ლურჯ ფორმიანები მოიგებენ. слышишь? матче გესმის? закончится მატჩი დასრულდება ანგარიშით 3-1. მათ სასარგებლოდ. ო, 3-1. Да. დიახ. გაიგონეთ წინასწარმეტყველის ხმა ლავრენტი პავლოვიჩი. ვოლფ გრიგორიევიჩ. воля бы. ფიქრობ, უნდა გახსოვდეთ. როგორ ისჯებოდნენ წინასწარმეტყველები მათ მიერ ნათქვამი ყოველი ტყუილისთვის. К сожалению, სამწუხაროდ, ისინი расплатить за каждый ყოველი მართალი სიტყვისთვისაც ისჯებოდნენ. მატჩი იწყება. მოედანზე თბილისის დინამო და სამხედრო საჰაერო ძალების გუნდი გამოდის. მოედანზე დაძაბული ბრძოლა. სამხედრო საჰაერო ძალების ფეხბურთელები მოწინააღმდეგის კარისკენ მიიწევენ. საჯარიმო ზონაში შედიან, მაგრამ დინამოს მცველი ტარასოვს ბურთს ართმევს. შეტევაზე დინამოს ფეხბურთელები გადავიდნენ. გოგი ბერიძემ ბურთი ორეშკინს გადააწოდა, მაგრამ შუა მოედანზე მას ბურთი ბობროვმა წაართვა და ის უკვე სწრაფად მიიწევს წინ. ვასკას გუნდი კარგად თამაშობს.
ო, ვასილი ძალას იგრებს. პატრონს ეს მოსწონს. ამბობს კონს მოეკო. როგორ ფიქრობ, პატრონი მას თავის შემცვლელად ამზადებს? არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვასკა უყვარს ხალხს და სხვათა შორის არმიასაც. მომასმენინეთ ბოლოს და ბოლოს. ის დაეწია ბობროვს, მაისურზე წაავლა ხელი. კოჩაკ ვასკა, თავის გუნდში კარგი მოთამაშეები შეკრიბა. საუკეთესოები. დინამოს დაამარცხებენ. პატრონის სავარძელზე თუ დაჯდა, ამ საქმეს აღარაფერი ეშველება. 2 წამი დასჭირდა, რომ ბურთი მსუბუქად გადაეგდო წინ, ცველის ზურგს უკან. მერე რა ვქნათ, ორთხოვილები ვაცხოთ? ნუ აზვიადებთ. ვასილი სპორტით არის დაკავებული და სხვა არაფერი უნდა. დარტყმა კარის ქვედა კუთხეში. მე კარი ახტა, მაგრამ ვერ მიწვდა. და გოლი! ლავრენტი პავლოვიჩ, აჯობებს მოედანს შეხედოთ რა ხდება. ეს ჯერ დასაწყისი აქვს, პირდებით. კაპაჩკა, ყურადღებით უყურე. ეს 400 მეტრიან დისტანციაზე თავისუფალი სტილით სურვა არ გეკონოს. მიდით ბიჭებო, მიდით. მოკლე, შემდეგ გრძელი ჩაწოდებები. თავი თამაში და ბურთი პირდაპირ ვლადიმერ მარღანიამ მიიღო. რა უშავს, დინამოს მოთამაშეებიც არაფრით ჩამოვარდებიან ვასიას ბიჭებს. ახლა გახურდებიან. მიტეც კი წინაწვდის. ბურთი აკიმოვმა მიიღო და ის კარისკენ მიიწევს. აკიმოვს დინამოს 2 მცველი გადაეღობა და გაჩაღდა ბრძოლა. კოჩახ. რა კოჩაღები არიან? ვასკა ცნობს ადამიანს. გულით გრძნობს. წარმატებასაც ამიტომ ახსევს. ბიჭი დიდი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მეშინია შარვალი არ გაერღვეს. უნდა შევაჩეროთ. შეწყვიტე ნიკიდა. მე ასეთ საქმეებში არ მონაწილეობ. შეტრიალდა? ვინოგრადოს მსველი აჩერებს. პასი შუვალობს. ბურთს დინამოელები დაეუფლნენ. მიდი, ბობროვ, მიდი. გადააწოდეთ ბურთი. ბობროვს გადააწოდეთ. მიდი ძვირფასო, მიდი. მიდი. როგორ საქმეებში არ მონაწილეობ? კლიმენტ ეფრემოვიჩ. ადამიანს სპორტი იტაცებს, და მიხედო სპორტს. თავარია წინ აღარ გავუშვათ. ზედმეტად აზარტულია და ძალიან ბევრს სვამს. ეგ ყოჩაღი ბიჭი, კლიმენტ ეფრემოვიჩ, ყველას თავებს წააცლის. ამის უფლება თუ მიეცა. თავი მხრებზე არც ჩვენ შეგრჩება. და არც შენ. ჩვენს უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. ვის გადააწოდეს სულელო? გვერდიდან შედი, გვერდიდან. მიდით. მიდი სევოჩკა. წართვი ბურთი. რას ელოდები? ყურადღებით ბიჭებო. ყურადღებით. მიდით ბიჭებო. რას მთავაზობ? ეს ერთი დღის საქმე არ არის. ვასიას ხალხი უნდა შემოვაცალოთ. ის ადამიანები, ვისაც ენდობა, უნდა ჩამოვაშოროთ. მერე კი იცხოვროს და გაიხაროს. თუნდაც 100 წლამდე. გაიმარჯვა სამხედრო საჰაერო ძალების გუნდმა. ვაშა! არის! კაპაჩკა! არის! ვასია გოლია. ყოჩაღ ბიჭებო. გავიმარჯვეთ! ვასა. გავიმარჯვეთ! ვასილი ოსებოვიჩ. ყოჩაღ. გავიმარჯვეთ! გილოცო. არ გეწყნოთ ლავრენტი პავლოვიჩ. რა თამაში იყო? ვოლდ გრიგორიევიჩ, მოდით ჩვენთან. ჩვენთან მოდით ვოლდ გრიგორიევიჩ. დაასხი. მოდი დავლიოთ. ახლა გასახდელში ჩავალთ და ბიჭებს მიულოცავთ. შემდეგ კი არაგვში წავალთ. მეტროპოლში. მთელი ღამე ვიქეიფებთ. შენ სადგინა წასვლა. ვასენკა, ჩემი აზრით ფეხბურთელები დაიღალნენ. მათ ახლა რესტორანი არ ჭირდებათ და მიჯერე. მიდი აბა, მასწავლე როგორ მოვიქცე. გესმის მაინც ვისასწავლე. თუ თქვი რომ ვიქეიფებთ, ესე იგი ვიქეიფებთ. გასაგებია? გასაგებია. მადლობას გიხდით დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის.
დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. ახლა კი ნება მომეცით. დაგტოვოთ. ბედნიერებას გისურვებთ, ძვირფასო ქალბატონო. ნახვამდის სამხანაგებო. ეს რა იყო? было. ჰიპნოზი. თავხედური ებრაული ჰიპნოზი. დავაბრუნო? თავიდანები ნორმალური კაცია. სხვათა შორის გამარჯვება გვიწინასწარ მეტყველა. Сказал. მორჩა, წავედით. მოდით, მოდით. Ну что? შეგეშინდა? Нет. არა. არა, უბრალოდ ყველას უთხარი, რომ შენი ცოლი ვარ. შენ რა წინააღმდეგი ხარ? ო, მართალია. ცოლი უკვე მყავს, კატია. ასევე მყავს ორი შვილი პირველი ცოლისგან, მაგრამ შენ რომ მიყვარ ხარ, ესეც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა, პირველიც, მეორეც და მესამეც. რა შეგეშინდა? Нет. არა. თუ ასია ტუჩებში მაკოცე. Что при... ყველასთან დასწრებით? Опроси их. წავედით. დაუჩქარე. დაასხე. მიდი. მოდი ჩვენი გამარჯვების სულის ჩამდგმელს და ორგანიზატორს, ჩვენ ზვირფას ვასილი იოსებოვიჩ სტალინს გაუმარჯოს. ვაშა, ჩვენ გავიმარჯვეთ. სამშობლოს გაუმარჯოს. ჩვენს გამარჯვებას. ვაშა, სტალინს გაუმარჯოს. Ну, აბა. რაბა. пришел. მოხვედი არა? მაბატია, გთხოვ. Горе ты мой. ჩემი უბედურება ხარ. Пойдем. წამოდი. Тебе... გაგიმართლა ჩემი მშობლები დეიდასთან რომ წავიდნენ სტუმრად. თორემ მიიღებდი. უნდა წავიდე. Куда тебе? სად უნდა წახვიდე? სახლში უნდა გამოვიცვალო. მე კი ბავშვებს ჩავაკითხავ. ძიძასთან მარტო არიან. როგორ თუ მარტო? ცოლი კატია? Катя. რა ცოლი რა კატია. ცოლი თავის სახლშია. ის ბავშვები მისი შვილები არ არიან, მან რატომ უნდა გაზარდოს? А потом еще штаб. მე კი სამხედრო საჰაერო ძალების штаბში უნდა მივიდე, სულ რომ მოკვდე. Знаешь что? იცი რა? К детям вместе. ბავშვებთან ერთად წავალთ. კარგი საკმარისია. წასვლის დროა. Куда? საით, რა საკეთებ? ესეც ასე. Здравствуйте. ვასილი იოსებოვიჩ, გამარჯობა. მობრძანდით. Проходите. აი ასე. Ну что? როგორ ხართ ბავშვებო? Клопы. გაიცანით კაპიტალინა. Новая, ახალი დედა. третья. მესამე დედა.
ვერ გავიგე. Не понял. ახლა დაგჭით. Ну-ка ко мне. მოდით ჩემთან. ჩემო ცოღლუტებო. Мои. რა ბავშვები ხართ? Какие, а? წყნარად. საჭმელი ჭამეთ? არა, Василий Осипович. ვასილი ოსებოვიჩ, სახლში პროდუქტი არ არის. ფული არ მაქვს, თორემ წავიდოდი და რამეს ვიყიდიდი. ბროუკინ, სასწრაფოდ მოდი. მორბი ვარ. აბა, მაღაზიაში წადე. Зин. და რამე იყიდე. მიდი. რა ვიყიდო? რა და? Так. მოკლედ, კარტოფილი, ქაშაყი, ხორცი, 10 კვერცხი და პური. Хлеба. გამრიელ სადილს მოვამზადებ. ვაშა, ვაშა. მოდით. Опа. აბა, აქ რა ხდება? უბრალოდ თამაშობთ. აი კი მიდევს. მოვაშოროთ. ასე წამოდე. Я вам 1000 ჯერ გითხარით, говорил. რომ საფეხბურთო და ჰოკეის მოედანი ყოველ საავიაციო ნაწილში უნდა იყოს. Части. ყოველ ნაწილში. ასევე 1000 ჯერ გითხარით, რომ თუ მფრინავი საფეხბურთო მოედანზე ან ჰოკეის მოედანზე კარგად აზროვნებს, Или хоккейный плащ. ესე იგი, საჰაერო სივრცეშიც კარგად იაზროვნებს. Каждый день ყოველ დღე ამას გეუბნებით, მაგრამ არ მისმენთ. мимо ушей проскальзывает. აი შენ, ივან გავრილოვიჩ. დიახ. ბოლოს თეატრში რომ ვიყავით, შენ ვერ დაგინახე. რატომ? Театр. თეატრი არ გიყვარს? Так вот იმ ასაკში აღარ ვარ თეატრებში რომ ვიარო. шастать. არც ფეხბურთზე დადიხარ და არც ჰოკეის მატჩს ესწრები. ისე ცხოვრობთ თითქოს ტყეში იყოთ, ჭაობში ჩაეშვით. Молитесь. Так это... თეატრში და მოედანზე სიარული ახალგაზრდებს მოსწონთ. მე კი, А я... რა თქმა უნდა. მართლა, აგარაკი უკვე აშენე? რომელი აგარაკი? Ну, აგარაკი? Так... ცოტა დარჩა. ახალი წლისთვის ახალ მოსახლეობაზე დაგპატიჟებთ, ვასილი ოსებოვიჩ. დაჯექი. დიახ. ტერეშჩენკო. დიახ. а ты ახალი ბინა მიიღე? учил? არა, ვასილი ოსებოვიჩ. შვილმა მიიღო, რიგში იყო. შვილმა? დიახ. მგონი ჩვენთან შტაბში მუშაობს, არა? Так точно. დიახ, მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების განყოფილებაში. Значит, ესე იგი, შვილი კარგი ბინით უზრუნველყავი, არა? მე არაფერი გამიკეთებია, ვასილი ოსებოვიჩ. უბრალოდ ბინის მომლოდინეთა სია მოგიტანეთ. იქი ჩემი შვილის გვარიც იყო და თქვენ ხელი მოაწერეთ. ხელი მოვაწერე? დიახ. რაღაც არ მახსოვს ტერეშჩენკო. მოაწერეთ, ვასილი ოსებოვიჩ. შეგიძლიათ მენდოთ. ისე კარგად იცი, ტერეშჩენკო, საბუთები ხელის მოსაწერად როდის უნდა მომიტანო. ეშმაკი კაცი ხარ. მე კი ასეთი არ ვარ. უბრალო ადამიანი ვარ, ტერეშჩენკო. и со всей своей და როგორც უბრალო ჯარისკაცი გეუბნებით, скажу вам. რომ თუ ახალი წლისთვის ამ ობიექტებს არ დაასრულებთ, Объекты. საფეხბურთო სტადიონებს, მინდვრებს И хоккейный და ჰოკეის მოედნებს ყველას გაგათავისუფლებთ. лагерь. გაიგეთ? Или? დიახ. И что დამატებითი თანხისთვის ჩემთან არ მოხვიდეთ. приходили, იქ მოძებნეთ, სადაც დამალეთ. зарыли. და თუ ვერ იპოვით, Найдете. სახელმწიფო უშიშროების სამსახური და პროკურატურა დაგეხმარებათ. И тогда მაშინ კი თადარიგში კი არა, ციხეში გაგიშვებენ, გასაგებია? დიახ, შეგიძლიათ წახვიდეთ. ბროუკინ. მოდი ჩემთან. მისმინე, ჩაი მომიმზადე. ლიმონით. რამე მისაყოლებელიც. და მთელი დღის სამუშაო განრიგიც მომიტანე. დიახ, მიდი.
გამარჯობა ვასილი იოსებოვიჩი. გამარჯობა. ბორის მიხაილოვიჩი, ყინული ვისი გაკეთებულია, ასე ცუდად რატომ გააკეთეს? გამოუცდელმა ხალხმა გააკეთა ვასილი იოსებოვიჩი. აი? ყველა გაათავისუფლეთ. ჩემს გუნდს ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს, გასაგებია? დიახ. Володя! ბოლოტინ. ხელი როგორ გაქვს? არ გტკივა? ყველაფერი კარგად არის ვასილი იოსებოვიჩი. როგორც ამბობენ, მზად ვარ შრომისა და თავდაცვისათვის. აბაჩანიცი, სვერდლოვსკში შენი იმედი მაქვს. არ დამაღალატო. იმედს არ გაგიცრუებთ. სვერდლოვსკის გუნდს მშრალზე მოვუგებთ. წადი ვარჯიშე. მიდი. წვრთნელა, სვერდლოვსკისთვის შემადგენლობა უკვე განსაზღვრული გაქვს? სპორტის კომიტეტში ბობროვზე განაცხადი უნდა შევიტანოთ ვასილი იოსებოვიჩი. ის მოგვიანებით მატარებლით ჩამოვა. საბოლოო სია დღეს იქნება. რაღაცები კიდევ მაქვს დასაზუსტებელი. იცი როგორ მოვიქცეთ. ღამის პირველ საათზე ჩემთან მოხვალ შტაბში. დავსხდებით და ყოველ კანდიდატს საცალკე განვიხილავთ. არის ვასილი იოსებოვიჩი. თქვენ თვითონ სვერდლოვსკში წამოხვალთ? ხუმრობ, აუცილებლად. ეს ხომ გადამწყვეტი მატჩია. იმუშავეთ ბიჭებო, იმუშავეთ. ვასილი იოსებოვიჩი რატომ მოვიდა? Переживай. ჩვენზე ღელავს. აბა ყურადღებით. ჩააწოდე. მიდი. მიდი. როგორ მინდა ერთი მეც დავარტყა კარში. მე რა გიშლით ხელს ვასილი იოსებოვიჩი? წამოდით და არ მინდა ხელი შეუშალა. კარგი რა ვასილი იოსებოვიჩი. ბიჭებს გაუხარდებათ. ხო? რა თქმა უნდა. კარგი, წავიდეთ. უფრო ძლიერად. გამარჯობა. შეხედე მოედანზე გავიდა. ხო. გეყოფა, საკმარისია. მომეცი. გარიკ, მზად ხარ? აბა გამაგრდი. Опа! გოლი. არის. რაო გარიკ მიიღე? სვერდლოვსკის გუნდს როგორ შეაფასებდით? ძლიერი ბიჭები არიან. ხომ გაუმკლავდებით? მნიშვნელოვანი მატჩია, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. არა უშავს დავამარცხებთ. ტარასოვი დაღვრემილია, გამარჯვებაში ეჭვიეპარება. არა ვასილი იოსებოვიჩი. მას უბრალოდ სხვა პრობლემები აქვს. კარგი გეყოფათ. თქვი ტარასოვ, ნუ გერიდება. უბრალოდ ჩემი ცოლია ორსულად. ილოცავ, ყოჩახ. გუნდის სახელით დაგეხმარებით. არ არის საჭირო ვასილი იოსებოვიჩი. ოთახი მაქვს 18 კვადრატული მეტრი. მეზობლად 3 ოჯახია, აბაზანაც მაქვს. ახალ ბინას გამოგიყობ, 2 ოთახიანს. Вот чемпион. ჩემპიონატი მოიგეთ და ჩათვალე რომ ბინა შენია. ვასილი იოსებოვიჩი, ასეთი საქმისთვის ყველა სამკვდრო სასიცოცხლოდ ვიბრძოლებთ. გამოდის რომ ბევრი გოლი უნდა გავიტანო? ძალიან კარგი, ყოჩახ. ვასილი იოსებოვიჩი, შეიძლება თქვენთან ერთად სამახსოვრო ერთი ფოტო გადავიღოთ. რატომაც არა შეიძლება, ხო? აბა ბიჭებო, მოემზადეთ, ანდრეი ვლადიმიროვიჩი. რა? მოდი ჩვენთან. ახლავე. სირბილით, მოურბივარ. აბა, ნება მომეცით მომავალი თაობებისთვის ფოტო გადაგიღოთ. ჩვენს იდეალურ სულისჩამდგმელთან ვასილი იოსებოვიჩთან ერთად. აბა, ყურადღება? ასე. ერთი ფოტოც სამხანაგო სპორტსმენებო? გაიღიმეთ? Там так. გარეთ ისე ცივა. Вольф, а я ვოლფ, სარეპერტუარო კომიტეტში ვიყავი. тебя очень просила. ძალიან გთხოვეს რომ მიხვიდე. Вольф? ვოლფ. რა დაგემართა? შეუძლოდ ხარ? ხო, ცოტა. Что-то случилось? რამე მოხდა? Вольф. ვოლფ. Вольф. ვოლფ. ვასილი სტალინი. რა დაემართა? Вольфушка, ну объясни. ვოლფ, ამიხსენი. Я не... მე არაფერი მესმის.
ალო. უკაცრავად, ეს სამხანაკ სტალინის მისაღებია? ვოლფ გრიგორიევიჩ მესინგი ვარ. თქვენთან დიდი თხოვნა მაქვს. Не могли бы ამხანაკ სტალინთან ვერ დამაკავშირებთ? Сталин. Этот номер ბოლო შეხვედრის დროს ეს ნომერი თავად მომცა встречи. И და მითხრა звонил. დამირეკე თუ რამე ძალიან მნიშვნელოვანი მოხდებაო. სრილმანისთვის არ შევაწუხებდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმე მის ვაჟს ეხება, ვასილის. კარგი, გელოდებით. ჯერ არაფერი, მაგრამ შეიძლება დაემართოს. დიახ, ამხანაგო პოსტკრებიშევ, ყურადღებით გისმენთ. სასტუმრო მოსკოვში ვცხოვრობ. დიახ, Да. კარგი. დიახ, ვიქნები. Ты ვოლფ, присядь. დაჯექი. Ну, რა მოხდა? ახლა ჩემს დასაყვანად მოვლენ. აი ასე.